ღირებულებითი განათლების კლუბის მოსწავლეები და პედაგოგები პოეტ ტარიელ ხარხელაურს შეხვდნენ. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტუდიაში გაიმართა. შეხვედრა ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში შედგა. ღონისძიება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა. სასულიერო პირმა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ტარიელ ხარხელაურმა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე. ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტოდ შეირჩა თბილისის 20 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 30 კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 750 მოსწავლეა ჩართული. ღირებულებითი განათლების კლუბები არის ჩამოყალიბებული სკოლებში და აი ამ კლუბების მხარდაჭერის მიზნით პერმანენტულად იმართება ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოში, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, სადაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, პუბლიცისტები, მწერლები ხვდებიან მოზარდებს, მასწავლებლებს და საუბრობთ ფასეულობებზე, ღირებულებებზე. ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ვახვედრებთ ბავშვებსა და მასწავლებლებს, თუნდაც დღეს ბატონი ტარიელი არის ის ადამიანი, რომელიც მყარად არის მოჭიდებული იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას მისი ხელოვნება. და ვფიქრობთ, რომ ის სულისკვეთება, რაც მასში არის, მის პოეზიაში არის, კარგი გზავნილებია მოზარდისთვისაც, მასწავლებლისთვისაც, თუნდაც ჩვენთვის, რომ მყარი ორიენტირები ავიღოთ ჩვენი ცხოვრების გზაზე. ასე რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება და სასარგებლო იქნება ჩვენი მოზარდი თაობისთვის. დღევანდელ დღეს ჩემთვის აქვს ორმორგი დატვირთვა. მოდიხარ საპატრიარქოში და ხვდები ბავშვებს. ჩემთვის ყველაზე დიდი ასე რომ დავარქოთ ბედნიერება, როცა ბავშვებთან მაქვს საუბარი. როცა ბავშვებთან ესაუბრები მომავალ თაობას, რომელსაც ის თვითონაც ვერ გრძნობენ, რამხელა მდიდარი სამყაროთი მოდიან, ეს და განსაკუთრებით ეს თაობა. საოცარი ბავშვები მოდიან ნობლოდ, ძალიან საფრთხილე მართებს სკოლასაც და ჩვენ საზოგადოებასაც, რომ ბავშვები გოდერძი ჩოხელის რო აქვს ასეთი მოთხრობა, ხევსურის მოხევის სადღერძელო, მორიამდე გაგვიმარჯოს ასეთი სადღერძელო, ის თერგს რო ერთება პატარა მდინარე მიუღრევა. აი ეს მინდა რომ ამ სიმღერაში აამხდეს ეს თაობა. ეს არის თუ ეს თაობა ასეთ ქავოში გაიბნა, არაფერი მომავალი აღარ აქვს. არც ქვეყანას და არც საზოგადოებას. იმიტომ ეს თაობა არის ბრწყინვალე თაობა. სამოწესრიგებული შინაგანი ინტელექტით. მოკრძალების განცდაც საოცრად დიდი. აქ გუშინ ჩამოველი ქუთაისიდან. მქონდა ხუთ სკოლაში შეხვედრა. ბავშვები არის გამორჩეულები. კითხვას ისიც კი აღარ გესმენ, როგორც ადრესამდე. თქვენ როდის დაწერა პირველი ტექსტი, მე გარბოდნენ, არა. დაგესმენ კითხვა და პასუხს თხოვენ. პასუხი უნდა დააკმაყოფილო ბავშვები იმ პასუხს და დაგცემენ პასუხს, არა ისეთ კითხვას კი არ გესმენ, რომ გულგარედან რო არის კითხვა, რა. ეს შეგინდა რომ მოდის, გესაუბრებიან სამშობლოზე, გესაუბრებიან სიყვარულზე და გესაუბრებიან როგორ უნდა მოიქცეთ. ამიტომ დღეს ეს ტექსტი რომ ასეთი ანდერძეც კი მაქვს დატოვილი, ასე რომ ერთ ბავშვს რომ სურდეს ჩემთან შეხვედრა. როგორც უნდა დავდრომილი იყო ბავშვი არ შეაძახოთ, მეც ამიყვანეთ მერგი. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უსაყვარლეს, ჩემთვის უსაყვარლეს პოეტს ბატონ ტარიელს ხვდებით. ფაქტიურად ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, თითქმის ჩემი ცხოვრების კრედო არის, მისი ლექსები და კონკრეტულად აი ეს ციტირებას მოვახდენდი, სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს, სიკვდილი მტერიცა ყავდეს, მოყვარეც ყავდეს, მაგრამ არც ერთთან ჭამოს სირცხვილი. მოხარული ვარ, რომ
მოხდა ეს შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად ამ პიროვნებასთან, ამ დიდ ლეგენდასთან, ცოცხალ ლეგენდასთან შეხვედრა. ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი, რომელიც გადმოგცემს პოეზიას თავისი გრძნობებით და ეს ყველაფერი ძალიან აღსანიშნავია იმისათვის, რომ გავსწავლდეს ახალგაზრდებში და მით უმეტეს ჩემი ტორის ბავშვებში. ამიტომ ეს საღამო ჩემთვის ძალიან გამორჩეული და სასიამოვნო იყო. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, ძალიან მიყვარს ბატონი ტარიელ ხარხელაურის შემოქმედება და ძალიან მომწონს ღირებულებით კლუბის მსგავსი აქტივობები.